მოგესალმებით. დღეს ვეფხისტყაოსნის მხატვრულ სივრცეზე ვილაპარაკებ, შევეცდები გაგაცნოთ ვეფხისტყაოსნის მხატვრული სივრცე და ამ თემას შემდეგ გადაცემაშიც გავაგრძელებ. ზოგადად სივრცის მიმართ ადამიანებს განსხვავებული ინდივიდუალური დამოკიდებულება გვაქვს. თუ ერთი ადამიანი ყურადღებით აკვირდება ბუნებას, მის სილამაზეს, თუ ტკბება სხვადასხვა პეიზაჟით, როდესაც წელიწადის დროები იცვლება, მეორე ადამიანი შეიძლება აბსოლუტურად გულგრილი იყოს გარემოს მიმართ. მაგრამ ვეფხისტყაოსნის მხატვრული სივრცე სრულიად განსხვავებულია რეალური სივრცისგან და ბევრად მეტია იმ გარემოზე, რომელშიც გმირები ცხოვრობენ და მოქმედებენ. თავიდანვე ვიტყვი, რომ შოთა რუსთაველის ინტერესი სივრცის მიმართ სრულებით არ გულისხმობს მის გატაცებას ჩიტების ჭიკჭიკით ან ნაკადულების ლიკლიკით, სრულებით არ გულისხმობს ტყის სილამაზით აღფრთოვანებას ან შიშს დევების პირქუშის სადგომის მიმართ. მკითხველი არ შეცდება, თუ კი იფიქრებს, რომ ვეფხისტყაოსანი არის სრულიად გულგრილი გარემოს მიმართ, ზუსტად იმ გარემოს მიმართ, რომელშიც პოემის გმირები მოქმედებენ და ეს გულგრილობა თანაბრად ეხება როგორც ავტორს, ასევე ეხება პერსონაჟებს. გმირები ძირითადად მოქმედებენ გაშლილ სივრცეში, მაგრამ გარემოს ნაირგვარობას როგორც წესი საერთოდ არ აქცევენ ყურადღებას, მაგალითად, თუ კი ერთი ქვეყნიდან მეორეში მიდიან, საერთოდ არ ინტერესდებიან გარემოთი, თითქოს რაღაც უსახურ სივრცეში მოგზაურობენ, არასდროს არ გაჩერდებიან, არ დაისვენებენ, არ მიმოიხედავენ, როგორც ვამბობთ ხოლმე, თვალს წყალს არ დაალევინებენ. პოემის დასაწყისში უცხო მოყმის საძებნელად წასულ ავთანდილზე შოთა რუსთაველი წერს იმას, რაც შემდეგ ბევრჯერ მეორდება, ავთანდილიგი მინდორი 4 ახმით გადაიარა, დააგდო ზღვარი არაბთა, სხვა ზღვართა არე იარა. ესე იგი, მინდორი ჭენებით გადაიარა, არაბეთის საზღვარს გასცდა და შემდეგ სხვა ქვეყნებიც გაიარა. აი ესე მოკლედ არის მოყოლილი გრძელი ამბავი. კიდევ ერთ მაგალითს გეტყვით. ყოვლი პირი ქვეყანისა მოვლო სრულად მოიარა, ასრე რომეცა საქვეშე არ დაურჩა არ იარა. ცის ქვეშო არაფერი არ დარჩენია, რომ არ ენახა, რომ არ მოევლო, ასე გვიამბობს რუსთაველი უცხო მოყმის საძებნელად წასული ავთანდილის თავგადასავალს 2 წლისა და 9 თვის განმავლობაში, ვიდრე ბოლოს და ბოლოს წაწყდებოდა უცხო მოყმეს. როცა თვალს ვადევნებთ ვეფხისტყაოსნის გმირების ხშირად გრძელ და გარემოს მიმართ გულგრილ მოგზაურობას, შეუძლებელი არ გაგვახსენდეს ბავშვობიდანვე ყურმიჩვეული ბევრი იარა თუ ცოტა იარა. ზღაპრის გმირებიც ზუსტად ასეთი სიმსუბუქით და გარემოს განცდის გარეშე გადაივლიან ხოლმე ზღვებს, მთებს, ხეობებს, მინდვრებს, ველებს და ისევე როგორც ჯადოსნურ ზღაპარში, ვეფხისტყაოსანშიც მოქმედების სტეპს განსაზღვრავს ის წინააღმდეგობები, რომლებსაც გმირები წაწყდებიან და რომლებსაც გმირები აუცილებლად გადალახავენ. მაგრამ ეს დაბრკოლებები არასდროს არ არის ბუნების მოვლენებთან დაკავშირებული. მაგალითად, სულ ერთია წვიმს, თუ ქარია, თუ თოვს, თუ ხვატია, ეს გმირების მოგზაურობას ვერ შეაფერხებს. მუნით წავიდეს იარეს ართურე ხანსას მიდიან, მიხვდეს ტაროს საამოსა, ნიადაგ ამოდვლიდიან. აი ასე დაყოვნების გარეშე კარგი ამინდის თანხლებით მიაღწევენ ავთანდილი და ვაჭართა კარავანი გულანშაროს, იმის შემდეგ, რაც მთავარი დაბრკოლება მოიხსნება, იმიტომ რომ მეკობრეებს დაამარცხებს ავთანდილი. ყველა დაბრკოლება, გარემოს მხრიდან, ყველა წინააღმდეგობა ვეფხისტყაოსანში არის ფუნქციური. რას ნიშნავს ეს? ეს იმას ნიშნავს, რომ ყველა დაბრკოლება არის იმისთვის, რომ სიუჟეტის განვითარებას შეუწყოს ხელი. მაგრამ ეს სიუჟეტის განმავითარებელი დაბრკოლებები აი სწორედ ერთგვარად გამოცარიელებულ გარემოში ხდება. სამაგიეროდ ამბის შემდგომ განვითარებას როგორც წესი იწვევს
შემთხვევითი შეხვედრები გზაზე, როდესაც გმირები ერთსა და იმავე დროსა და სივრცეში აღმოჩნდებიან მათთვის სასურველ ან პირიქით მათთვის არასასურველ ადამიანებთან ერთად. ახლა არ დაგღვლით იმ შემთხვევებით ჩამოთვლით, როცა პოემის სიუჟეტი ზუსტად იმის შემდეგ ვითარდება, რაც ერთმანეთისთვის უცხო ადამიანები ერთ სივრცეში აღმოჩნდებიან, გნებავთ ეს იყოს გაშლილი სივრცე, გნებავთ ეს იყოს რაიმე სხვა სივრცე. მარტო იმას ვიტყვი, რომ ვეფხისტყაოსანი იწყება და მისი სიუჟეტის განვითარებას სათავეს უდებს როსტევანის შემთხვევითი შეხვედრა უცხო მოყმესთან და უკვე პოემის ამბის ბოლოს ასევე შემთხვევით ავთანდილი ხვდება ჭაშნაგირს და სწორედ ეს შემთხვევა ფატმანის საბრძანებელში გამოიწვევს იმას, რომ ავთანდილი გაიგებს ბოლოს და ბოლოს ნესტანის ამბავს. შემდეგი რაც მინდა ვთქვა, ვეფხისტყაოსნის ქვეყნებს ეხება და რაოდენ უცნაურად არ უნდა გვეჩვენოს, ვეფხისტყაოსნის ქვეყნები, მათი გეოგრაფიული ლანდშაფტი, მათი ციხე ქალაქები ერთნაირი არ განსხვავდება ერთმანეთისგან. ის ტრადიციები, რაზეც წინა გადაცემაში ბევრი ვილაპარაკე, განძის მიღება და გაცემა, შეხვედრის, განშორების, გაცნობის რიტუალები, აი ეს ყველაფერი არის ყველა ქვეყანაში ერთნაირი და ამითაც ქვეყნები არ განსხვავდება. რუსთაველის სამყაროში ქვეყნები განსხვავდებიან ერთმანეთისგან მხოლოდ სახელით და რაც მთავარია საკუთარი მხატვრული ფუნქციით. ამაზე აუცილებლად ვილაპარაკებ. სანამ პოემის მხატვრული სივრცის შესახებ გავაგრძელებ ლაპარაკს, მანამდე მინდა გითხრათ, რომ გარემოს მიმართ რუსთაველის გულგრილობა არავითარ შემთხვევაში არ ნიშნავს თითქოს მას ჰქონდეს დაბალი მგრძნობელობა ბუნების სილამაზის მიმართ ან ზოგადად სილამაზის მიმართ, მაგრამ რუსთაველის მგრძნობელობა ასახული არის არა ბუნების პეიზაჟებში, არამედ ეგრეთ წოდებულ სახე პეიზაჟებში, ესე იგი მაშინ, როდესაც შოთა რუსთაველი აღწერს პოემის გმირებს და ზუსტად აი ამ ბუნების და სილამაზის მიმართ მგრძნობელობის ნიმუშად, ეხლა ორ სტროფს წაგიკითხავთ, ორივე ცნობილი სტროფია. პირველი ეხება ფრიდონს, ავთანდილსა და ტარიელს ქაჯეთის ციხის აღების წინ. ჩემი აწესე ნათქვამი მათი სახე და დარია, რა ზედა წვიმდეს ღრუბელი და მთათა ატყდეს ზღვარია, მოვა და ხევთა მოგრაგნის, ისმის სათხი და ზარია, მაგრამ რა ზღვათა შეერთვის, მაშინ ეგრეცა წყნარია. რა თქმა უნდა, ადვილი მისახვედრია, რომ ეს სტროფი აღწერს გმირების შინაგან განწყობას, მათ რწმენას, რომ აი ხა ომი აქვთ გადასახდელი, მაგრამ ისინი ამ ომს მოიგებენ ნამდვილად და ამ სტროფში ნათქვამია, რომ მთელი აი ეს ვნებათა ღელვა, რომელიც აღწერილი იყო ვეფხისტყაოსანში, სანამ ამბავი ამ წერტილამდე მოვიდო და უკვე უკან დარჩა, იმიტომ რომ გმირებმა ზუსტად იციან, რა უნდა გააკეთონ და ისიც ზუსტად იციან, რომ გამარჯვებული გამოვლენ ამ ბრძოლიდან. შემდეგი მეორე სტროფი უკვე ეხება ფატმანის თვალით დანახულ ნესტანს და მის სილამაზეს. შინაშევედი მას წინა ედგის ცრემლისა გუბები, შიგან მელნისა მორევსა ეყარის გიშრის შუბები, მელნისა ტბათად იღურების სავსე სათისა რუბები, შუა ძოთსა და აყიხსა შჭვირს მარგალიტი ტყუბები. რა თქმა უნდა, ამ სტროფში აღწერილი არის ნესტანის გარეგნობა, მისი თვალები, მისი წამწამები, ბაგეები, კბილები, მაგრამ ალბათ დამეთანხმებით, რომ ამაზე მეტად მნიშვნელოვანი არის ნესტანის შინაგანი განწყობა, მისი ტანჯვა, რომელიც ასევე ამ სტროფში არის ასახული და ზოგადად, როდესაც მეტაფორებს იყენებს შოთა რუსთაველი გმირების აღსაწერად ამას ხშირად აკეთებს. ეს მეტაფორები საჭირო არის ხოლმე არა მხოლოდ იმისთვის, რომ გარეგნული სილამაზე გადმოგვცეს, არამედ პირველ რიგში იმისთვის, რომ გმირების შინაგანი განწყობა ვის შესახებ მოგცეს ინფორმაცია. ახლა პოემის სივრცეზე გავაგრძელებ ლაპარაკს და ვიტყვი, რომ ვეფხისტყაოსანში სივრცეზე ორიენტაცია ყოველთვის გულისხმობს ორიენტაციას დროზე.
ანუ ზოგადად არქაულ წარმოდგენებში დრო და სივრცე არ არის ერთმანეთთან დაპირისპირებული, როგორც მაგალითად დრო შინაგანი ცნობიერების ფაქტორი და სივრცე გარეგანი ცნობიერების ფაქტორი. არა, ესე არ ხდება. დრო და სივრცე ვეფხისტყაოსანში არის ერთნაირი და ის თუ უკავშირდება შემეცნებას, აი შემეცნება არ იყოფა შინაგან და გარეგან ნაწილებად. რას გულისხმობ ახლა ამაში? სივრცის დაყოფა მონაკვეთებად ყოველთვის გულისხმობს დროის დაყოფა ფაზებად. და სივრცეში სხვადასხვა ობიექტს შორის მანძილი ყოველთვის იზომება იმ დროით, რა დროც არის საჭირო ამ მანძილის დასაფარად და სხვანაირი გაზომვა სივრცის უბრალოდ არ არსებობს. მეორეც არის კიდე რომ ადამიანი სივრცეს ზომავს თავისი ძალისხმევით. ადრე გალევს გრძელსა, ეს არის ნათქვამი ავთანდილზე. ფრიდონის მენავებისთვისო 10 დღის სავალი იყო, მაგრამ ავთანდილი ადრე გალევს გრძელსაო. ამჯერადაც ისევე როგორც არაბეთში დაბრუნებისას მისმა ფიცხლად სიარულმა შარა გრძელი შეამოკლა. ეხლა მეორე ამბავი კიდევ მინდა გიამბოთ, გითხრათ, როდესაც ავთანდილი არაბეთში დაბრუნდა და უნდა შერმადის რომ ახარობელი იყოს როსტევანთან და მას უამბოს რომ აი დაბრუნდა ავთანდილი და არის სახსალამათი და კმაყოფილი, მაშინ აი შერმადინ მახარობელი წავა მისვლისა მათისა, ფიცხლად წავიდა სავალი 3 დღე ვლო დღისა 10-ისა. ანუ სხვისთვის რომ 10 დღის სავალი იყო, გახარებულმა შერმადინმა ეს გზა 3 დღეში დაფარა, მაგრამ იგივე გზა როსტევანის სატახტო ქალაქიდან ავთანდილის ქალაქამდე თავის დროზე, როდესაც ჩვენთვის პირველად გამოიერა ეს გზა ავთანდილმა სანამ უცხომოყმის მოსაძებნა წავიდოდა, აი მაშინ ავტორი წერს რომ ლაღადვიდოდაო და 20 დღე დაჭირდა ამ გზის გასავლელადო. ესე იგი, არასდროს არ ვიცით ობიექტურად რამდენი დრო ჭირდება, ვთქვათ, ამა თუ იმ წერტილიდან მეორე წერტილამდე მისვლას, როგორი არის მანძილი, იმიტომ რომ ეს მანძილი არა მარტო იმაზე არის დამოკიდებული, თუ ვინ გადის გზას, არამედ იმაზე, თუ როგორ ხასიათზე გადის გზას, ვთქვათ, ეჩქარება თუ პირიქით მისეირნობს და არსად არ ეჩქარება. რაც ყველაზე მთავარია, სივრცის ნებისმიერი მონაკვეთი გაზომვას არ ექვემდებარება. იზომება მხოლოდ ის მონაკვეთები, რომლებიც საკრალურ ცენტრებს აერთებს ერთმანეთთან. და რა კი სიტყვა საკრალური ვახსენე, აქვე მინდა განმარტო, რომ ვეფხისტყაოსანში მხატვრული სივრცე არის მოწყობილი მითოპოეტურ მოდელზე. ეს ნიშნავს იმას, რომ მითები, პირველ რიგში ქართული მითები, ჩვენ ბევრს გვეტყვის იმის შესახებ, თუ რაზე არის ვეფხისტყაოსანში ლაპარაკი. და მითებში საკრალური არის ის ადგილი, რომელიც თავისი არსით ახლოს არის ღვთაებრივთან, მისტიკურთან. ანუ ის ადგილები, სადაც ადამიანსა და ღმერთს შორის ურთიერთობა არის ინტენსიური და ჰარმონიული. ვეფხისტყაოსანში ღვთაებრივი სიბრძნის სამშობლო არის ინდოეთი, მაგრამ სწორედ იმის გამო, რომ ინდოეთის მეფეებს გაწყვეტილი აქვთ კავშირი ღმერთთან და ღვთაებრივ წესრიგს რაღაცნაირად ეურჩებიან და თავის გადაწყვეტილებებს პირველ ადგილზე აყენებენ, სწორედ ამის გამო საკრალიზაცია დაკარგული არის ინდოეთში და ყველაზე დაშორებული ადგილი საკრალური ცენტრი და რა თქმა უნდა არის ქაჯეთის ციხე, ყველაზე შორი პერიფერია და მინიშნებები არის, ჩვენ ამაზე უკვე ვილაპარაკეთ, რომ ინდოეთში საკრალიზაცია რომ დაკარგული არის, ამის მიზეზი სწორედ ის არის, რომ უკიდურესი ყოველ შემთხვევაში ნიშანი ამის ის არის, რომ უკიდურესი პერიფერია შემოჭრილია პირდაპირ ამ საკრალურ ცენტრში, ქაჯეთში გათხოვილი და შემდეგ დაქურავებული დავარის სახით, რომელიც ზრდის და სიბრძნეს ასწავლის მეფის ერთადერთ ასულს. ესე იგი, რა არის ვეფხისტყაოსნის გმირების მიზანი? მათ უნდა გაიარონ ეს გზა საკრალური ცენტრებიდან უკიდურეს პერიფერიამდე,
უნდა დაძლიონ ამ გზაზე ყველა დაბრკოლება და უნდა აღადგინონ ამითი ღვთაებრივი წესრიგი სიბრძნის სამშობლოში ინდოეთში და ზუსტად ამ ღვაწლით ქმნიან ისინი იმ სამყაროს, რომელშიც თხადამგელი ერთად ძოვს, ესე იგი მოძალადეს და მსხვერპლს დაკარგული აქვს თავისი არსებითი ბუნება. როგორი იკლებს საკრალიზაციის ხარისხი ამ გზაზე, რომელსაც ავთანდილი გადის არაბეთიდან ქაჯეთის ციხემდე, აი ეს არის ვეფხისტყაოსნის სივრცისთვის დამახასიათებელი ერთი მთავარი ნიშანი, როგორ იკლებს საკრალიზაცია და როგორ აღწერს ამას ვეფხისტყაოსნის ავტორი, რომ ყველა შემდეგი ადგილი რითი გამოირჩევა ამ მხრივ და ეს როგორც თქვი მნიშვნელოვანი თემაა და ამას შემდეგ კიდევ დაუბრუნდები, როდესაც ავთანდილზე უკვე სხვა კუთხით ვილაპარაკებ. ახლა კი ვიტყვი, რომ სამყაროს მითოპოეტურ მოდელში სივრცის დამატებითი საკრალიზაცია ხდება სწორედ მანძილის გაზომვით, რაც ფაქტიურად იმას ნიშნავს, რომ აი გმირმა აითვისა ახალი სივრცე, რაც მეორე მხრივ იმას ნიშნავს, რომ აი თითქოს დასახლდა ამ სივრცეში, ეს სივრცე გაითავისა, ეს სივრცე თავის გავლენის სფეროდ აქცია, ეს სივრცე უკვე მისიანია და ვეფხისტყაოსნის სიუჟეტი ისე არის აგებული, რომ გმირებს ერთი და იმავე გზის გავლა არაერთხელ უხდებათ, მაგალითად ავთანდილი 4-ჯერ გადის გზას როსტევანის სატახტო ქალაქიდან გამოქვაბულამდე და უკან და შემდეგ 3-ჯერ გადის გზას გამოქვაბულიდან მულღაზანზარამდე, ანუ ფრიდონის სამეფო ქალაქამდე, ხო და როდესაც პირველად მიდის რომელიმე გზაზე ავთანდილი, გზის გაზომვა ხდება მხოლოდ მაშინ. იმიტომ რომ შემდეგ, როდესაც კიდევ და კიდევ გადის ამ გზას, გზის გაზომვაზე და გზის სიგრძეზე, ანუ რამდენი დრო ჭირდება ამ გზის დაბარვას, მითითება უკვე აღარ გვხდება და ძალიან ნიშანდობლივია, რომ ბოლოს სივრცის გაზომვა ხდება მაშინ, როდესაც პირველად მიდის გამოქვაბულიდან ავთანდილი ფრიდონის შესახვედრად და შემდეგ უკვე აი ზღვათა სამეფომდე რა ხდება, ქაჯეთის ციხემდე რა ხდება, რა მანძილია, ეს უკვე გაზომილი აღარ არის, რითიც კიდევ ერთხელ არის ხაზგასმული, რომ ღვთაებრივ სიბრძნესთან არანაირი კავშირი აი ამ ორ სამეფოს, ზღვათა სამეფოს და ქაჯეთს კავშირი აღარ აქვს. ყოველ შემთხვევაში მანამდე, სანამ საბოლოოდ არ ხდება აი მთელი სივრცის და მთელი სამყაროს გაერთიანება. ბოლოს კიდევ ხდება მანძილზე მითითება მაშინ, როდესაც არაბეთიდან გამარჯვებული გმირები უკვე ინდოეთში ბრუნდებიან და ესეც ნიშანდობლივია, იმიტომ რომ გმირები ამ გზასაც გადალახავენ და ამ ახალ გზასაც აითვისებენ და გაითავისებენ. უკვე ვთქვი, რომ ვეფხისტყაოსნის შესახებ ბევრს გვიამბობს ქართული მითოსი და ზოგადად მითოლოგიური აზროვნება. იმიტომ რომ ის სივრცული ობიექტები, რომლებიც გვხვდება პოემაში, სწორედ არის მითოპოეტური სიმბოლოები და თუ არ ვიცით მითოლოგიურ აზროვნებაში რას ნიშნავს მთა, გამოქვაბული, ზღვა, მდინარე, ტყე, დევებთან ბრძოლა და დევების საცხოვრისში ადამიანების დასახლება, მაშინ ჩვენ ნამდვილად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ღრმად არ ვიცით ვეფხისტყაოსანი. პოემის მითოპოეტურ სიმბოლოებზე, მათ მნიშვნელობაზე ქართულ მითოსში და შემდეგ ვეფხისტყაოსანში, რა თქმა უნდა, მომავალ გადაცემაში ვილაპარაკებ. ახლა კი ერთი კვირით დაგემშვიდობებით და დაგიტოვებთ ტრადიციულ თხოვნას, რომ გამოიწეროთ ჩვენი, ანუ ზღარბის არხი და მომწეროთ თქვენი მოსაზრებები, თქვენი კითხვები აქვე გადაცემის კომენტარების ველში. დიდი სიამოვნებით გამოგეხმაურებით, როგორც ამას ყოველთვის ვაკეთებ და ყოველთვის ველოდები ხოლმე თქვენს კითხვებს და თქვენს მოსაზრებებს. ახლა კი დაგემშვიდობებით და ისევ და ისევ დიდი მადლობა, რომ ჩემთან ერთად ხართ.